პირველ ყოვლისა ძალიან სწორედ აღნიშნე შენ, რომ საკმაოდ მოცულობითია 55 პუნქტი არის რეზოლუციაში და მაყურებლისთვის უფრო კარგად გასაგები რომ იყოს, ეს არის ყოველწლიური ანგარიში 2025 წლის ანგარიში საქართველოზე. ყოველ წელს მზადდება ეს ანგარიში და ასევე მაყურებლისთვის იქნება ალბათ კარგი განმარტება, რომ ძალიან ხშირად ჩვენ ვაკეთებთ ფოკუსს და ვამბობთ, რომ ეს ანგარიში მოამზადა მომხსენებელმა საქართველოზე რასა იუკნევიჩიანემ. რა თქმა უნდა, რასა იუკნევიჩიანი არის მომხსენებელი საქართველოზე და ის უფრო მეტად მენეჯერულად, ანუ რა თქმა უნდა, კონტენტზეც და შინაარზეც მუშაობდა, მაგრამ ზოგადად მომხსენებლები პარლამენტში ასეთი პროტოკოლია და ასეთი წესია, მომხსენებელი არის თავარი ფიგურა პროცესში, როცა მზადდება ეს დოკუმენტი, თუმცა მას ყავს თანამომხსენებლები და ზოგადად ამ დოკუმენტზე მუშაობს ყველა პოლიტიკური ჯგუფი, რაც კი არის ევროპარლამენტში და თავად რასა იუკნევიჩიანე მუდმივად ამ პროცესის დროს ამბობდა, რომ ასეთი ერთსულოვნებაო, რა თქმა უნდა, იგულისხმება ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არიან პროევროპელები, დემოკრატიულად განწყობილები და აქ არ გულისხმობთ ევროსკეპტიკოსებს, რომელთა შესწორებებიც პრინციპში ყოველთვის სანიტარული კორდონის არსებობის გამო არც არის მიღებული. და ის არაერთხელ აღნიშნავდა, რომ მუშაობის პროცესში ფაქტიურად აი რაღაც წინააღმდეგობებს არ შეხვედრია სხვა პოლიტიკური პარტიებიდან და ასევე აღსანიშნავი არის, რომ ყველა ერთხმათ ამბობდა და ახლაც ამბობს, რომ სამწუხაროდ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო კრიტიკული და ნეგატიური ანგარიში არის განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ საქართველოს როგორც კანდიდატ ქვეყანას და არაერთხელ ითქვა ასევე რომ საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა კანდიდატებს შორის სადაც ყველაზე სწრაფი უკუსვლა არის და ნეგატიური განვითარება მოვლენების ამ ხრივათაც უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება შეფასებით ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხრივ უკვე შემდგარი კონსენსუსი არის ძირითად პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, მაგრამ ჩვენ აქ საქართველოში ყველაზე მეტად რაც გვაინტერესებს, როგორ ეხმარება ან რა შემაკავებელ როლს ასრულებს ასეთი ტიპის რეზოლუციები, რომ ის დაღმასვლის ტემპი, რაზეც ახლა შენ საუბრობდი, შენი კომენტარის ბოლოს, კიდევ უფრო არ დაჩქარდეს, ანუ უსყლოში კიდევ უფრო სწრაფად რო არ გადავიჩეხოთ, ან გაჩნდეს გარკვეული პერსპექტივა იმისთვის, რომ აღმავლობა დაიწყოს. განსაკუთრებით მძიმეა ამ რეზოლუციის შინაარსზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც გუშინ მოლდოვასთან და უკრაინასთან დავარქვათ ასე ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პროცესი დაიწყო. ანუ იმ ხრივ რომ გაიხსნა უკვე კონკრეტული მოლაპარაკების, ასე ვთქვათ, პირველი რაუნდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დინამიკა უკვე თუ მოიმატებს და აღარ შეჩერდება. დავიწყოთ იმით, რომ ხშირად გვესმის ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან, რომ რეზოლუცია არის არეკომენდაციო, ზოგადად ევროპარლამენტის რეზოლუციების არეკომენდაციო ხასიათს ატარებს და ისინი ამას ჩალისფას უწოდებენ. მართლაც არეკომენდაციო ხასიათი აქვს, თუმცა ჩალისფასი ნამდვილად არ აქვს. ეს არის ერთგვარი სამაგიდო წიგნი და მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ამ რეზოლუციას, რაც არის წლის შეჯამება, როგორ ასრულებდა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას და აქაც კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ ორხრივ ურთიერთობებში საქართველოს და ევროკავშირის სწორედ ასოცირების ხელშეკრულება არის ამ თავარი დოკუმენტი, რაზეც დგას საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა. ასე რომ პრინციპში სწორედ აი ამ დოკუმენტით იდეაში იხემძღვანელებს არა მხოლოდ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოები, არამედ წევრი ქვეყნებიც, რადგანაც მასიურად არის მოცული და პრინციპში აი ზუსტად კომისიის ანგარიში ეწოდება ამ ანგარიშს. რაც შეეხება იმას, რომ როგორი პრევენცია შეიძლება მოხდეს ანგარიშით დაღმასვლის, ამაზე პასუხი ალბათ ქართულმა ოცნებამ უნდა გაგცეს, რადგანაც მოგწონს თუ არ მოგწონს, ფაქტიურად ძალაუფლებაში, აღმასრულებელ ძალაუფლებაში ახლა ისინი არიან და მათ რომ ნახავდნენ და დაწმუნებული ვარ ძალიან კარგად წაიკითხეს დოკუმენტი, პრინციპში უნდა მიხვდნენ, რომ მართლაც არ ვიცი უკან მეტი
სულა მაგალითად ვერ წარმომიდგენია და მათაც აი გიორგი რაც შენ თქვი აი ის დიდი აი იმ ხელა განსხვავება რაც უკვე სახეზე კი არა ფაქტი არის შემდგარი უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის, ანუ უკრაინა და მოლდოვა მიდიან წინ და ჩვენ მივდივართ უკან და ეს მანძილი უფრო და უფრო იზრდება და შემდგარი ფაქტია, რომ წარმატება აქვს ქვეყანას, რომელიც ომშია, უკრაინას გულისხმობ და საქართველოს, რომელიც ტრიოში და ტრიოც საერთოდ აღარ არსებობს, იყო წინა რიგებში და იყო ყველაზე წარმატებული, ახლა საერთოდ არაფერში მოიაზრება და ბოლოს ვიტყვი გიორგი, კიდე უნდა დავაკვირდეთ როგორი გზავნილები აქვს ევროკავშირს, ხო? ადრე თუ იყო გზავნილი რომ ზოგადად რომ უკრაინა, მოლდოვა და პოტენციურად საქართველოს მომავალი წევრები. ახლა აი ეს მეორე ნაწილი მოიხსნა პოტენციურად საქართველოს და საერთოდ არ არის საუბარი, რაც ზუსტად აი ამ მანძილს ადასტურებს, რომ უფრო და უფრო შორდებით ჩვენ მოლდოვას და უკრაინას. ბოლო კითხვა მინდა დაგისვა, ცნობის მოყვარეობამ ტანჯავს ამ შემთხვევაში ამ განხილვაზე ლუქსემბურგის წარმომადგენელ რომელიმე პარტიულ წევრს, რომელიმე ფრაქციიდან ხო არ უაქტიურია განხილვის დროს? გიორგი, განხილვები იყო წინა დღეებში, დღეს იყო კენჭისყრა და განხილვას პროცედურულად არ არის განხილვა. დებატები არის ხოლმე თან ახლავს, მაგრამ ხშირად არა და ამ შემთხვევაში დებატები საქართველოსთან დაკავშირებით არ იყო, ამიტომ არ მქონდა საშუალება რომ დავწერებოდი ან ამ შემთხვევაში უკვე სერიოზული კითხვა უკავშირდება შენი როგორც ევროპულ პოლიტიკაზე დამკვირვებელ ადამიანს გამოცდილს ბრიუსელის მუშაობის და სტრასბურგის მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით. მცდელობა ქართული ოცნების, ჩვენ ვიცით ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაცია ოცნების, რომელიც იმყოფებოდა ლუქსემბურგში, გააკეთეს ეს განცხადება და დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ დაადასტურა ეს მიდგომა და საუბარი არის იმაზე, რომ ლუქსემბურგის წარმომადგენლებს ხელისუფლებას თხოვა ქართულმა ოცნებამ, რომ უშუამდგომლონ ევროკომისიასთან იმისთვის, რომ აღდგეს და განახლდეს დიალოგი და რომ ისინი მზად არიან მათ შორის გამართონ დიალოგი ისეთ პრობლემურ თემებთან დაკავშირებით, როგორც არის კანონმდებლობა, რის გამოც ეს დამოკიდებულებები განსაკუთრებით გამწვავდა გამჭვირვალობის ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონთან, უბრალოდ რუსულ ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. რა რესურსები არსებობს საერთოდ ამისთვის და ვინმე უყურებს თუ არა სერიოზულად და ხედავს თუ არა რაიმე ნატამალს გულწრფელობისა ქართული ოცნებისა და ივანიშვილის მხრიდან, რომ ვითარება რადიკალურად შემოატრიალოს, როგორც ამერიკელები შესაბამის გზავნილებში ამას უწოდებენ, ტრაექტორია შეიცვალოს. ზოგადად მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირში არავის პირადად ესე არ ერჩის და ვიღაცის წინააღმდეგი არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის და როდესაც ქვეყანა დეკლარირებს, რომ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ამისთვის საჭირო არის პირობების შესრულება და ასევე ალბათ ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ნდობის აღდგენას ძალიან მარტივად ნდობის დაკარგვა ხდება უმარტივესად, ნდობის აღდგენას კი გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდება და მე მგონი ახლა სწორედ ეს ვითარება არის ერთის მხრივ თითქოს რო შევხედოთ ძალიან მისასალმებელი განცხადება არის და კარგია თუ ასე ფიქრობს ქართული ოცნება, მაგრამ ბრიუსელში და სტრასბურგში ემოციურობას განცხადების ემოციურ ნაწილს არ მიაქცევენ ყურადღებას და დაელოდებიან კონკრეტულ ნაბიჯებს პარლამენტარებთან, ვისთანაც მე მქონდა შეხება გუშინ, მას შემდეგ რაც გახდა ცნობილი ამ განცხადების შესახებ, ყოველ შემთხვევაში ასეთი განწყობა არის, რომ მათ არ აქვთ ნდობა ქართული ოცნების და ურჩევნიათ რომ დაელოდონ ჯერ საქმე და ნაბიჯები და მერე და ურჩევნიათ რომ იხილონ ჯერ კონკრეტული ნაბიჯები და შემდეგ უკვე იმსჯელებენ საიტსავა პროცესი. ევროსკოპის მთავარ რედაქტორს თამარ ნუცუბიძე